მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში მე მოგიყვებით ისეთ ისტორიას, რომელიც ძალიან ბევრმა არათუ ასე ვთქვათ, ციგნურმა, არამედ ზოგადად ისტორიკოსების ნაწილმაც კი არ იცის. ეს ისტორია არის მეგობრებო, ტაილანდში ეგრეთ წოდებული წითელი ქმერების დაფინანსებას და დახმარებას ბრიტანეთსა და აშშ-ს მიერ. კომუნისტების, მინდა გითხრათ, რომ ეს, ხო იყო ეს მითი, რომ არის მითი, რომ დასავლეთი ებრძოდა კომუნიზმს და მე მინდა ახლა მოგიყვეთ ისტორია, სადაც უამრავი ადამიანი დახოცეს ბრიტანელებმა, ამერიკელებმა და კომუნისტებმა ერთად. ეს არის ნაკლებად ცნობილი ფაქტი. ამერიკაში და აშშ-შიც კი ვიეტნამის ხელით მიღებული დამამცირებელი დამარცხების შემდეგ რა მოხდა? მოგეხსენებათ ვიეტნამის ომი, როდესაც დასრულდა, ამერიკის შეერთებულ შტატებმა წააგო ეს ომი. ამ ომის შესახებ ძალიან დაწვრილებით ვისაუბრეთ, ამიტომ აღარ განმეორდები. თუმცა ამის შემდეგ, აი ამ დამამცირებელი მარცხის შემდეგ, ვაშინგტონმა საიდუმლოდ დაიწყო პოლ პოტისა და მისი ბრუტალური წითელი ქმერების მხარდაჭერა ტაილანდის ჯუნგლებში. ჩვენ ვიცით, ვინ არის პოლ პოტი. პოლ პოტი არის ბოლშევიკი. ლენინისტი, ბოლშევიკი, კომუნისტი, რომელმაც ჯამში მოკლა 2 მილიონი ადამიანი თავის ქვეყანაში. კამბოჯასა და ტაილანდის აი ამ ასე ვთქვათ რეგიონში. და იბადება შეკითხვა, რატომ ეხმარებოდნენ ისინი, აი ეს ამერიკელები რატომ ეხმარებოდნენ, ბრიტანელები რატომ ეხმარებოდნენ კომუნისტებს, რომლებმაც ადრე გენოციდით ჩაიდინეს. სინამდვილე ის არის, რადგან CIA დამარცხდა გამარჯვებულ ვიეტნამთან და მოქმედებდა ამ პრინციპის მიხედვით, რომ ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მეგობარი, აი ამ ცინიკურ ოპერაციას ჰქონდა სწორედ ეს სიძულვილის პოლიტიკა. ამბობს ამერიკელი ისტორიკოსი ჯეკ კოლჰაუენი. იგი აგრძელებს, ამერიკის შეერთებული შტატები საიდუმლოდ აფინანსებდა პოლ პოტს ემიგრაციაში 1980 წლის იანვრიდან. ამას ადასტურებს მამაცი ავსტრალიელი ჟურნალისტი ჯონ პილჯერი. ეს მხარდაჭერა 85 მილიონი დოლარი იყო 80-86 წლებში. და ეს გამოვლინდა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ერთ-ერთ წევრთან მიმოწერაში. მიმოწერა, რომელიც ამას ადასტურებს, აშშ-მ წითელ ქმერებს მხარდაჭერა გაუწია სხვა ფორმებით, ფულით, სატელიტური სურათებით, იარაღი ჩინეთიდან მიეწოდებოდა, რადგან ჩინეთსაც ზულდა ვიეტნამის კომუნისტური მთავრობა. ნახეთ, ჩინეთი, ამერიკა, ბრიტანეთი ერთად უწევენ მხარდაჭერას და დახმარებას პოლ პოტს. აი როგორ საშინელ პიროვნებას, იცით, პოლ პოტზე ცალკე შეიძლება ვიდეოა გასაკეთებელი რა. ტაილანდში, კამბოჯის საზღვარზე CIA-მ დააფუძნა ხალხო რამდენიმე სასწავლო ბანაკი წითელი ქმერებისთვის. აი ამ ულტრა ბოლშევიკური მემარცხენე გიჟებისთვის, აი იმას რომ შეშურდებოდა საფრანგეთის რევოლუციის გიჟებს, ხო, რობესპიერის და მაგ ხალხს შეშურდებოდა ეგეთი ხალხისთვის. ცალკე დააფუძნა სასწავლო ბანაკი 1980 წლის ნოემბერში და CIA-ის ვიცე-დირექტორი რეი კლარკი ამ ბანაკებს ეწვია, ენახა როგორ მიმდინარეობდა წვრთნა ამ გიჟების. წითელი ქმერები არამხოლოდ CIA-ის და აშშ-ის სპეცდანაყოფების, მათ შორის მწვანე ბერეტების მიერ იყვნენ გაწვრთნილი. 1993 წლიდან ბრიტანეთის სპეცდანაყოფი, კერძოდ სპეციალური საჰაერო სამსახური SAS, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერმა ფოლკლენდის ომის შემდეგ 82 წელს კამბოჯაში საიდუმლო მისიით გაგზავნა, ასევე წვრთნიდნენ წითელ ქმერებს. ეს ვინ იცის რა? რას ახლა ჩვენ ყვებით აქ? ვინ იცის ეს? არავინ არ იცის და ამიტომ არის ეს წითელაფში აუცილებლად ადამიანების მოწვევის უმნიშვნელოვანესია, რომ მოწვეული იქნენ, რაც შეიძლება მეტი და გაზიარებული იყოს ეს ინფორმაციები. იმიტომ რომ ჩვეულებრივი სპექტაკლს გვაყურებინებენ ხალხო და კომუნისტებს ებრძოდნენ თურმე. და ამ დროს პოლ პოტს წვრთნიან. ხო?
ეს ოპერაცია დიდ ბრიტანეთს და აშშ-ის საზოგადოების უცნობი იყო. როდესაც ირან-კონტრას სკანდალი გახმაურდა, ირან-კონტრაზე ცალკე, პოსტი გვაქვს, მაგრამ ალბათ ვიდეოს ჩავწერ ეს საოცარი, კიდევ საოცარი ისტორია CIA-იმ როგორ რეები აკეთა ირანთან მიმართებაში და ირანსთან როგორ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატები რეიგანის დროს. ხო, გახმაურდა აშშ-ის დანაყოფები 86 წელს უკან გაიწვიეს, რადგან პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ახალ სკანდალს ვერ გადაიტანდა. ამის შემდეგ ოპერაცია მხოლოდ ბრიტანელებმა გააგრძელეს, როდესაც ჟურნალისტმა ჯონ პილჯერმა ეს ფაქტი გამოამზეურა. 16000 ადამიანმა პროტესტის წერილები გაუგზავნა პრემიერ-მინისტრ ტეჩერს, რომელსაც ყველაფერი უარყო. ოპოზიციის ლიდერის ნეილ კინოკის კითხვაზე პასუხად ტეჩერმა განაცხადა: დავადასტურებ, რომ ბრიტანეთის მთავრობა არანაირად არ მონაწილეობს წითელი ქმერების ან მათთან დაკავშირებული ჯგუფების გაწვრთნაში, აღჭურვაში ან მათთან თანამშრომლობაში. თუმცა ეს სიცრუე აღმოჩნდა. როდესაც ჯონ მეიჯორმა ტეჩერი შეცვალა, მისი მთავრობა 91 წელს იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ SAS-ი მართლაც წვრთნიდა წითელ ქმერებს. მან თქვა, ჩვენ ბრიტანელები მოგწონდა. მან თქვა კი არა, წითელი ქმერების მებრძოლი ყვება. ჩვენ ბრიტანელები მოგწონდა. ისინი ძალიან კარგად გვასწავლიდნენ დანაღმვას. ყველაზე ხშირად მათი მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანები, მაგალითად ბავშვები ბრინჯის მინდვრებში ხდებოდნენ. ძვირფასო მეგობრებო. ჯონ პილჯერმა შეძლო ელიტარული SAS-ის ჯარისკაცებთან საუბარი, რომლებიც ტაილანდში მსახურობდნენ. ერთ-ერთმა ბრიტანელმა SAS-ის ჯარისკაცმა მას დაუდასტურა. ჩვენ წითელ ქმერებს ბევრ ტექნიკურ საკითხს ვასწავლიდით. ძირითადად ნაღმებთან მუშაობას. ვიყენებდით ნაღმებს, რომლებიც თავდაპირველად ბრიტანეთში როიალ ორდინენსის მიერ იყო წარმოებული. თუმცა ეგვიპტის გავლით ქონდა მიღებული და ნიშნები შეცვლილი ქონდა. ნიშნები, რო არავის ეცნო. ჩვენ მათ ფსიქოლოგიური მომზადებად ჩავუტარეთ. თავიდან ისინი სოფლებში შესვლას და ადამიანების სასტიკი მეთოდებით დახოცვას აპირებდნენ. ჩვენ ვასწავლეთ, როგორ ემოქმედათ უფრო ფრთხილად. ბრიტანელი მშვიდობის აქტივისტი რეი მაგრათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ნაღმების გაუვლეყოფის და მოცილების პროცესში მონაწილეობდა, მკაცრად აკრიტიკებდა SAS-ის იმისთვის, რომ წითელ ქმერებს ასწავლიდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების, მახეების და დროითი აფეთქების მექანიზმების დამზადებასა და გამოყენებას. მაგრათმა აღნიშნა, რომ SAS-ის ეს სწავლება კრიმინალურად უპასუხისმგებლო და ცინიკური პოლიტიკა იყო. კამბოჯაში წითელი ქმერების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან გამკლავება კვლავ რთულ ამოცანად რჩება. სასტიკი დიქტატორი პოლ პოტი 98 წელს გარდაიცვალა, ისე რომ არც დაპატიმრებულა და არც მისი დანაშაულებისთვის დასჯილა. მისი სიკვდილის შემდეგ პნომპენში წითელი ქმერების ტრიბუნალი შეიქმნა. დააპატიმრეს ორი მაღალი რანგის სასტიკი წითელი ქმერი, ტამოკი, რომელიც პოლ პოტის შემდეგ მეორე კაცი იყო, და კაენგ გუეკ ეავი, რომელმაც პნომპენში წამებისედრი მართა. ჩვეულებრივი ჰოლოკოსტი აქვთ გაკეთებული ამერიკელებს და ბრიტანელებს ქმერების ამ პოლ პოტის, ამ გიჟი პოლ პოტის, რომელმაც 2 მილიონი ადამიანი მოკლა, კიდევ ვიმეორებ, მაგის გაწვრთნეს ამ ხალხის დასახოცად. თუმცა ტამოკის ადვოკატმა ბერსონმა სამეა მოითხოვა, რომ კამბოჯის ძალადობრივი ქმედებების გამო სასამართლოს წინაშე აშშ-ისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები წარდგარიყვნენ. მან მოითხოვა ყველა უცხოელი, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, სასამართლოში უნდა დაიბარონ. გამონაკლისი არავის შეეხება. ესენი არიან, იგი ამბობს, მადლენ ოლბრაითი, მარგარეტ ტეჩერი, ჰენრი კისინჯერი, ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი და ჯორჯ ბუში. ჩვენ მათ სასამართლოში მოვიწვევთ, რათა მთელ მსოფლიოს უთხრა, რატომ უჭერდნენ მხარს წითელ ქმერებს. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არ განხორციელებულა და მეხუთე ხარისხის ხალხი იქნა დასჯილი, ძვირფასო მეგობრებო. რა ვიცი, როგორ რაზეა საუბარი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, ხო? ასეთი ამბავია და როგორც იტყვიან, ჩვენ ცნობიერება უნდა ამაღლებული გქონდეს, ძვირფასო მეგობრებო. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.